როდესაც პირველი შვილი გავაჩინე ბევრი წლის წინ, ერთ-ერთ ტელეარხზე გადიოდა სასოწარკვეთილი დიასახლისები. ახლაც არ ვიცი როგორ ავხსნა ის ემოცია, როდესაც ბავშვი იძინებდა, მე სერიალს ვრთავდი და რაიმე გემრიელობას მივირთმევდი. ხო და მოდი ბრის ლიმონის ტარტზე გემრიელი ლიმონის ჩიზკეიკი მოვამზადოთ. დაგვჭირდება რა თქმა უნდა ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი. ცედრას ახლა გავხეხავთ შაქართან ერთად, რომ არომატები კარგად გაიგვიჩნდეს ერთმანეთს. პირველ რიგში დავაბლენდერეთ ორცხობილად და დავუმატეთ გამდნარი კარები. მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და ვაცხოთ დაახლოებით 7 წუთი. ახლა მოვამზადოთ ლიმონის კურდი. შაქარი, ცედრა და კვერცხის გულები მოვათავსოთ ცეცხლზე. დავუმატოთ ლიმონის წვენი სიმინდის სახამებელი და მივიყვანოთ შესქელებამდე. დავუმატოთ კარგი და გავცრათ. და ჩიზკეიკს მოვამზადოთ ბონფესტოს პროდუქციით, რომელიც არის საოცარი ტექსტურის. გთხოვთ სხვათა შორის ბონფესტოს პროდუქციის შეძენა ბელორ სულ სახლში არის შესაძლებელი და წარმოდგენილია ძალიან ვრცელი ასორტიმენტი. ხარისხში კი თავად დარწმუნდებით ვიდეოს ბოლოს. კრემყოლს გადაურიეთ შაქარი, ავთქვიფეთ, დავუმატეთ მასკარპონე, 2 კვერცხი, ნაღები, სიმინდის სახამებელი და ვანილი. მგონი ამ კადრებიდანაც ჩანს, როგორი ზღაპრული კრემყოლის მასა გამოგვევიდა. არც ორთქლის აბაზანები და არც დამატებითი манипуляციები არ არის საჭირო. 100 გრადუსზე გამოვაცხოთ რამოდენიმე საათით. ღამე კი შევდგათ მაცივარში. დილით მოვასხათ ლიმონის კურდი და მერენგას ღრუბელი. მე მოვამზადე იტალიური მერენგა შაქრის სიროფით და კვერცხის ცილებით. აღწერაში ნახავთ როგორ მიხვდეთ, როდის არის მზად სიროფი, თუ თერმომეტრი არ გვაქვს. ჩვენს ყინულის დედოფალზე ზემო და ღრუბლად მოვათავსოთ მერენგა. არ დაგენანოთ, რაც უფრო დიდია ღრუბელი, მით უფრო ლამაზია ჩიზკეიკი. და კარამელიზატორის საშუალებით მოვუწოთ გვერდები. ეს არის ყველაზე გემრიელი ჩიზკეიკი, რომელიც მომიმზადებია აქამდე. გემრიელად მიირთვით.